ბევრი თანამედროვე ადამიანი ეროვნული იდენტობის გამტკიცების მთავარ გზად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და წამყვან სახელმწიფოებთან ინსტიტუციონალურ მსგავსებას მიიჩნევს. თუმცა ხალხის კეთილდღეობასა და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ზრუნვა, რაც თავისთავად კარგი და აუცილებელი საქმეა, სულაც არ ნიშნავს ეროვნული იდენტობის დაცვას, რადგან ის არ დაიყვანება ცალკეული ეპოქისთვის დამახასიათებელ სოციალურ და გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე. ეროვნული იდენტობა უპირველეს ყოვლისა საკუთარი დანიშნულების გაცნობიერებას, ტრადიციული ეროვნული ფასეულობების ერთგულებასა და მათზე დაფუძნებულ არჩევანს გულისხმობს. ისტორიიდან ბევრი ისეთი პოლიტიკური რეჟიმის მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომელმაც ხალხის კეთილდღეობასა და ნაციონალურ ინტერესებზე ზრუნვის სახელით ისეთი იდეოლოგია აირჩია, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდა ფასეულობებთან, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ატარებდა და ემსახურებოდა ეს ხალხი. ჩემი აზრის უფრო გასაგებად გამოსათქმელად ვფიქრობ, კარგი იქნება თუ პირობითად ერთმანეთისგან განვასხვავებთ სიტყვებს ხალხი, ნაცია და ერი და მათთან დაკავშირებულ იდენტობებსაც. ხალხი ერთმანეთის თანამედროვე ადამიანებისგან შედგება, რომლებსაც საერთო ენა და სოციალურ-კულტურული გარემო აერთიანებს და არსებითად ყოფითი სოციალური პრობლემების გადაჭრაზე არიან ორიენტირებული. ხალხს რეალურად მხოლოდ კომფორტული, დაცული, მდიდარი და სასიამოვნო მატერიალური ცხოვრება აინტერესებს. ის გულგრილია ტრადიციული ეროვნული ფასეულობების, განსაკუთრებით რელიგიური ფასეულობების მიმართ. ამიტომ ადვილად ექვემდებარება მასმედიურ მანიპულაციას, რომელიც საზოგადოებრივი აზრის სახელით მოქმედებს მასზე. ხალხის ფასეულობითი დეზორიენტაცია უამრავი ფორმით პოულობს გამოხატულებას. მაგალითად, ის ხშირად პატრიოტიზმს აიგივებს ემოციებთან, რომლებიც საერთო წარმომავლობის მქონე სპორტსმენების წარმატებებს უკავშირდება და ასე შემდეგ. ხალხი თავის იდენტობას ამყარებს თავისებურებებზე, რომლებიც მას სხვებისგან განასხვავებს და თავად ცდილობს მის დაცვას ამ თავისებურებების შენარჩუნებით. ნაციას ერთმანეთის თანამედროვე და ერთიან სამართლებრივ და პოლიტიკურ სივრცეში გაერთიანებული მოქალაქეები ქმნიან. ნაციონალური იდენტობის საფუძველი ნაციონალური სახელმწიფოა. თანამედროვე გაგებით ნაციონალური იდენტობის განცდას ამტკიცებს არა იმდენად საერთო წარმომავლობა, არამედ ნაციონალური გეოპოლიტიკური მიზნები და ავტონომიურობის ხარისხი, რომლითაც ნაციონალურ სახელმწიფოს ამ მიზნების განხორციელება შეუძლია. თანამედროვე ეპოქაში ნაციონალური კუთვნილება მთლიანად დაიყვანება მოქალაქეობაზე, ანუ პასპორტზე. ისტორია უამრავ მაგალითს გვთავაზობს ერთი ეროვნული სხეულისას, რომელმაც ორ ან მეტ სახელმწიფოში ჰპოვა ნაციონალური არსებობა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნაციონალური იდენტობის გამტკიცების პრეროგატივა ხელისუფლების ფუნქცია და შესაბამისი პასუხისმგებლობის მას ეკისრება. ერს ანუ ეროვნულ ორგანიზმს ქმნის საერთო ისტორიული წარმომავლობის მქონე ადამიანები, რომელსაც საერთო ტრადიციული რელიგიურ-კულტურული ფასეულობები აერთიანებს. ეროვნული სხეული დროშია გაჭიმული, ის ერთდროულად მოიცავს წინაპრებს, ფიზიკურად არსებულ პირებსა და მომავალ თაობას. დროში განფენილ ადამიანებს ფასეულობები აერთიანებს. ამ უწყვეტობის აღნიშნულია სწორედ სიტყვა ორგანიზმი. ფასეულობების დაცვა და მათდამი მსახურება ეროვნული იდენტობის საფუძველია. აქედან გამომდინარე, ადამიანების საკუთარ ეროვნულ იდენტობას უფრო წინაპრების რწმენასა და ფასეულობებში უნდა ეძებდნენ, ვიდრე გეოპოლიტიკურ და თუნდაც წმინდად კულტურულ თავისებურებებში. კონკრეტულ ისტორიულ მომენტში ეროვნული ორგანიზმი ეროვნული საზოგადოების სახით ვლინდება. ეს არის ადამიანთა კრებული, რომელიც აცნობიერებს ეროვნულ ფასეულობებს და იცავს მას მომავალი თაობებისთვის გადასაცემად. ამას ეროვნული საზოგადოება ფასეულობითი განათლების საშუალებით აკეთებს, რომლის მიზანი ტრადიციული რელიგიური და ეროვნული ფასეულობების, ანუ ჩვენი წინაპრების სულიერი მისწრაფებების გამოცოცხლებაა და არა მათი უბრალოდ ცოდნა. როგორც დიდი ავსტრიელი კომპოზიტორი გუსტავ მალერი ამტკიცებს, ტრადიციის ერთგულება ცეცხლის შენარჩუნებას გულისხმობს და არა ფერფლის თაყვანისცემას. ყველაფერს შემოთქმულს თუ შევაჯამებთ, ვიტყვით, რომ ხალხი საკუთარ იდენტობას თავად ინარჩუნებს. ხშირად უბრალო ინერციით. ნაციონალური იდენტობის შენარჩუნების მთავარი ინსტრუმენტი სახელმწიფო და ხელისუფლების გონერული პოლიტიკაა. ეროვნული იდენტობის დაცვის ფუნქცია კი ფასეულობითი განათლებით აღჭურვილ ეროვნულ საზოგადოებას აკისრება.